იმედიანად ხართ განწყობილი. მე იმედიანად ვარ, მე ვიცი რომ ეს ომი წაგებულია ქოცნებას. ეს ომი დამთავრებულია რეალურად. ეხლა ჩვენ უბრალოდ გავდივართ მტკივნეულ პროცესს. და ამ პროცესში ჩვენ გავიზრდებით, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული, ჩვენ გადავალთ ახალ ეტაპზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ. ხო, ეს ყველაფერი რაც ეხლა ჩვენს ქუჩებში ხდება და როგორ განწყობაზეც არის ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი თანამოქალაქეები, ეს ყველაფერი ამის ინდიკატორი არის რა. და ის რაზეც ამათ წასვლა უწევთ, ეს ყველაფერი, ეს არ არის ბელორუსია. ეს არ არის რუსეთი, არავის რუსეთში და რუსებში არ შევეშალოთ ჩვენ. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, რომ რეალურად რუსული პრიზმით გვიყურებენ ჩვენ. ჩვენ ეს ხალხი არა ვართ. არანაირად. ხო? და ამას ძალიან მალე დაინახავს ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, მთელი რუსეთი დაინახავს. ეხლა იქ რაღაც ზოგი რუსები დადიან და მათ გონიათ, რომ მათსავით მონები ვართ ჩვენ და რაღაც ცოტა სიამაყით დადიან. აი თქვენ ჩვენნაირი მონები ხართ. არა ვართ. აი ნახავთ ეხლა როგორც არა ვართ. აი ეს საზოგადოების კონსოლიდირება წამოვა ეხლა და ამის პირველი ასე თქვა ძალიან კაფიო გამოვლენებები რო გაჩნდება, ეს ყველა ინტერესთა ჯგუფი გაერთიანდება, ამ ძალიან ბევრი ხალხი არის ჩართული ამ ამბავში და ეს თავისით მიდის თავის ტემპი აქვს ამას რა თქმა უნდა. მე მინდა რომ ანუ ასე თქვა ჩვენმა მოსახლეობამ ეს აიტაცოს, მაქსიმალურად ხარი დაუჭიროთ ამ გაერთიანებას, შევძინოთ მას დიდი დატვირთვა, დავეხმაროთ, რომ შეიძინოს ეს გრავიტაცია, რომელზეც ცენტრირებას მოვახდენ და აი ამ ცენტრირებით ჩამოიშლება დანარჩენი ჩამოსაშლელი ეს ყველაფერი შტუკატურკები რაც აქვს, ამას უჩამოიშლებათ და დარჩება ეს ღერძი, აი ეს მძაღე აი როგორი ფინანსურ და ვიწრო ინტერესზე დაფუძნებული ღერძი, აი გიორგი ხშირად იყენებდა თიხის ფეხები აქ იმაგიდას, აი ეს თიხის ფეხზე იდგებიან, მე ამ ფეხს გამოვკრავთ და ესენი სულ ყველა ჰაერში აიყრებიან რა. თავიდან ბოლომდე, ამიტომ გადაირჩინეთ თავი, ვისაც შეგიძლიათ რომ გადაირჩინოთ, უბსკრულში არ ჩაყვეთ ამათ. იმიტომ რომ ესენი არიან დამთავრებულები. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ დამთავრებულია ის. უბრალოდ ეხა რა გააკეთოს, ბოლომდე მიყვება ამ პროცესს რა. იქნება და რამე დამემართოს, იქნება და რამე შანსი მქონდეს. ეს ამბავი არის დამთავრებული. არც ერთ 42 რეჟიმი მაქვს თავიდან ბოლომდე შესწავლილი ყველა თავისი პარამეტრით. სოფლიო ისტორიის, რა ვიცი, განსაკუთრებით ბოლო მე-20 საუკუნის ისტორიის და ასე შემდეგ. ხო? არც ერთი რეჟიმი არ შენარჩუნებულა რა. და ძალიან ბევრი რეჟიმის დამკვიდრების პროცესი იყო და ვერ დამკვიდრდა. და ვერც აქ ვერ დამკვიდრდება. ამის ყველა ინდიკატორი არის. უბრალოდ გავდივართ აი ამ ძალიან მტკივნეულ პროცესს და ძალიან მაგრად გავიზრდებით ამ პროცესის შედეგად. ჩვენი ახალგაზრდა ჩვენ ეხლა გავდივართ სახელმწიფოებრივ აზროვნებას ვიძენთ, ჯერ ის შეგრძნება რა დღის ბატონო მერაბ, როდესაც აი 100,000-ობით ადამიანები დგავართ და ერთად ყოფნის ეს შეგრძნება, ეს ჩვენ ვართ, ხო, აი ეს ჩვენ ვართ შეგრძნება რა დღის უბრალოდ. ეს ხო ამას ეს შეგვაგრძნობინეს, ხო? დიდი მადლობა. და ანუ აი ეს აზროვნება, ეს დამოკიდებულება, ეს კონსოლიდაცია ეს არსად აღარ წავა. არსად არ წავა ის გაძლიერებული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქვევიდან ზევით დაკვეთაში შედის. ეხლა პირველად ვახორციელებთ ჩვენ ქვევიდან ზევით პოლიტიკური სპექტრისადმი დაკვეთას. და პოლიტიკური სპექტრი ვერსად ვერ გაურბის ამ დაკვეთას. აი ეს გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა შემოვა და პოლიტიკური ელიტაც ჩაჯდება აი ამ კულტურულ მოთხოვნაში, რასაც საზოგადოება დააწესებს, ელიტა ახალი შეიქმნება და ძალიან მაგარი ქვეყანა ვიქნებით. ევროპულ გზაზე დავდგებით და იმ შესაძლებლობებით, არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით, რომელიც ამათმა დაგვიშეს და მოგვიკლეს ცოტა ხნით, აუცილებლად მაქსიმალურად ვისარგებლებ და ეს ქვეყანა იქნება აგუგუნდება როგორც არაჩვეულებრივი წარმოუდგენელი, აი ბიძინა ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია ესეთი ქვეყანა. ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ ეს უნდა გავიაროთ ეს პიუნული პროცესი. კი ბატონო, ნახოთ რა ვიცი, თქვენი იმედია გამართლება. თამაზე არ არის საუბარი, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ არ იქნება კონკრეტულ სახელმწიფოებზე. ხო, არ საუბარი არის, რომ მართლა ერთხელ და სამუდამოდ ავაშენოთ ნორმალურ ქვეყანა 30 წელია ვაშენებთ და ერთ-ერთ წრეზე ვტრიალებთ. რატო ყველა ხელისუფლებას წასვლა აღარ უნდა? სიამოვნებაში ხო თავი და თავი ყველაფრის დიახ, სახლის რემონტი რომ მინდა, მე სულ არ მაინტერესებს ვინ არის პრარაბი, მე მაინტერესებს იყოს პროფესიონალი. ამ პრარაბს დავიფირავებ თავისი შემადგენლობით, თუ არ გამიერო შევხედავ რაღაცა ხარვეზი არის, ამ ხარვეზის გამო ჯარიმას დავაკისრებ და გავაგდებ და არასდროს იმას აღარ დავიქირავებ. აი ზუსტად ესეთი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოვყალიბდებით რა. აი ამ პროცესის შედეგად. და ამას ჩაუთვალოთ, რომ ეს მოგვიტანა ბიძინა ივანიშვილმა რა. ხო? პრობლემა არ არის. არა, მამას ეს მოხდება. ეს არნიშნავს, რომ ის აქციელი კარგია, ეს არის. არა, მაგაზე მაგრად დაისჯება, ეგ და ყველა დაისჯებიან. ესენი ყველა აგებენ პასუხს აუცილებლად. დემოკრატიული კონტროლის ქვეშ არსებული უსაფრთხოების სექტორი ამას ყველაფერს გამოიძიებს და ყველას მიუსჯის შესაბამის ზომას ასჯავს. აბსოლუტურად ვერავინ ვერსად ვერ დაიმალებით.
ვერც ერთი თავიდან რა მასკებიც არ უნდა სულ რომ მასკა ჩამოიწვათ თავიდან ბოლომდე. მაინც გიპოვის გამოძიება. მაინც დაისჯებით. ეს არის გარდაუვალი.